ხელისუფლებამ რამდენჯერმე უკვე გააჟღერა, რომ ისინი აპირებენ განათლების ბიუჯეტის შემცირებას, უпростоრად უკვე შეამცირეს განათლების ბიუჯეტი წელს და აპირებენ გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას, ხო? თბილისში უკვე აღარ არის თბილისის ცენტრში ადგილი, სადაც შეიძლება რაიმის აშენება და სავარაუდოდ ილიას უნივერსიტეტს და ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთავისუფლებულ შენობებს უპირებენ გაყიდვას და იქ მრავალსართულიანი კორპუსებისა თუ ცათამბჯენების აშენებას, რომელიც გარდა იმისა, რომ ართმევენ განათლებას სივრცეს, კიდევ უფრო დაამახინჯებენ და გაუვალ ბეტონის ჯუნგლებად აქცევენ ქალაქს. რეალურად ილიას უნივერსიტეტი არის ის უნივერსიტეტი, რომელიც ამ ქვეყანაზე ლაპარაკობს მის წარსულზე, მის უნიკალურ წარსულზე ვიტყოდე და მის მომავალზეც და როგორ ქვეყანა გვინდა, სწორედ ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიებში განიხილება და ამ სივრცის პირდაპირ გაგებით გამოშიგუნა მოიტანს იმას, რომ გადავიქცევით უბრალოდ რაღაც პროვინციად და თუ კი აქამდე ვიყავით ყურადღების ცენტრში თუნდაც ბევრი მიზეზის გამო, ისტორიულად, ლიტერატურის კუთხით, კულტურის კუთხით, საერთოდ გაუდაბურება დაიწყება და დარჩება ისე, რომ არა თუ წიგნები დაიწერება, არამედ წამკითხველიც აღარ იქნება წიგნების.